საერთოდ არ აინტერესებთ მათ ეს საშიშროება, იმიტომ რომ იციან რომ იქ მათი საყვარელი მოძღვარია. ამიტომ სულიწმინდის მადლი ნახეთ როგორ მოქმედებს. მოშიშებს უშიშრებად გადააქცევს. აი ამ სუსტებს ძლიერებად გადააქცევს. ვისაც შეიძლება ჩვენ მივიჩნევდეთ ესე რომ რაღაცა რა შეუძლიათ მათ, გამოდის რომ ისინი შეიძლება ჩვენი მახარებლები გახდნენ და რითი მიაღწიეს ამას ყველაფერს? თავიანთი სუფთა გულით. იმიტომ რომ სუფთა გულით ემსახურებოდნენ ღმერთს. მეტი არაფერი არ სურდათ მათ, არანაირი გამორჩენა, არც არამედ ხელფასისთვის, არაფერი, მთელი თავისი თავი მიუძღვნეს ღმერთის მსახურება, სანამ იესო ცოცხალი იყო და რომ გარდაიცვალა ჯვარზე და ეს ნახეს, ეხლა უკანასკნელ მოვალეობად მიაჩნიათ, რომ უნდა გააპატიოსნონ მისი გვამი. და მათი ფიქრიც, მათი მოწყობა აი ხასიათზე, რაზეც ვლაპარაკობ, სწორედ ასეთია. მამაკაცი ხო დაждდებოდა დაგეგმავდა, ეხლა იმ ლოდისთვის დაგჭირდება ამწეკრანი, ინსტრუმენტები, ეხლა ეს უნდა წავიღოთ, იქ უნდა დავრეკოთ, იქ უნდა გამოვიძახოთ ევაკუატორი და ასე შემდეგ. ხო მართალია? ქალი ასე არ ფიქრობს. აიღო ეს თავის დასაწყებელი და მიდის და ფიქრობს, ნეტა ვინ გადააგორებს იმ ლოდს. და როდესაც ასეთია სუფთა არის შენი დამოკიდებულება, ლოდი ყოველთვის გადაგორებული ხდება. ამიტომაც ამაში უნდა მიუბაძოთ მენელსაცხებლე დედებს. მენელსაცხებლე დედობა სხვა მეტი კი არაფერი არ არის. ეს გახლავთ ეს სუფთა და წმინდა დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანისა ღმერთის მიმართ. რომ ლოდი გადაგორებული დაახვდება, თუ შენი ფიქრი ასეთი სუფთა და წმინდა და ყოველგვარ ანგარებას არის მოკლებული.